ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია, წელს სტუდენტი 34150 აბიტურიენტი გახდა, მათი ნახევარი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა, რაც ნიშნავს, რომ ცოდახნის წინ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით ქულათა რაოდენობის მიუხედავად სტუდენტების სწავლა სრულად დაფინანსდება. წელს აბიტურიენტებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტებში სასრულ სპეციალობებთან ერთად პროფესიულ სასწავლებლებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით შემოეხაზათ. ამ გზით პროფესიულ კოლეჯებში წელს 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მოხვდა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რომელ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე იყო წელს ყველაზე მაღალი მოთხოვნა. ჩვენს ქვეყანასაც სჭირდება, ეხლა კომპიუტერული განვითარება და წინვან წავიყვანოთ ეს ქვეყანა. გიორგი კობახიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამბობს, რომ მისი აბიტურიენტობა გაურკვევლობის პერიოდს დაემთხვა, როცა უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებები დაიწყო, თუმცა დღეს უკვე სასურველ სპეციალობაზე, სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მე ავირჩიე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი, ინგლისურენოვანი. ავირჩიე ეს განხრა, იმიტომ რომ კომპიუტერული ძალიან მაინტერესებს რა. და ისეთი საგანია, თან თანამედროვე სამყაროში ხარ. მომზადების დროს ძალიან დიდი სტრესი იყო. თან დაიწყეს ეს შეცვალესო, ის შეცვალეს უნივერსიტეტებისა და უფრო მეტი სტრესი გემატებოდა. გიორგისთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. ყველა მათგან შეუძლია სპეციალურ საიტზე გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და შესაბამის სასწავლებელს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მიმართოს. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17900-მდე, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 11600-ზე მეტი მათგანი ისწავლის. იმისათვის, რათა აბიტურიენტმა გაიგოს, ჩაირიცხა თუ არა მის მიერ შერჩეულ საბაკალავრო თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, აუცილებელია ეწვიოს ვებგვერდს ონლაინ ნაეკჯი და საკუთარი პირადი ნომრისა და პაროლის გამოყენებით გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია. მინდა მივულოცო თითოეულ აბიტურიენტს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და ვუსურვო ნაყოფიერი სასწავლო პროცესი მათთვის ცხოვრების ამ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. წელს უმაღლესი განათლების სფეროში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმის ფარგლებში შეიცვალა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროგრამებისა და მიმართულებების განაწილების პრინციპი. ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს პირველად მიეცა შესაძლებლობა სტუდენტები სრულიად ახალ მიმართულებებზე მიიღოს. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო გახდა. კერძო სასწავლებლებში სწავლის სახელმწიფო დაფინანსება კი შეწყდა. პირველად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრარული ტექნოლოგიების და სურსათის მიმართულებების პროგრამებზე იყო გამოცხადებული მიღება. ძალიან კარგი იყო არჩევები, რომლებიც ვნახეთ რაოდენობით, მაგრამ ჯერ უნივერსიტეტებს არ გვაქვს ინფორმაცია სრულად, რამდენი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 1200-მდე აბიტურიენტი ისწავლის წლევანდელი წლიდან სრულად დაფინანსებულ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროგრამებზე. გვაქვს ახალი ლაბორატორიები, ახალი ბაზები, რომელსაც დასაწყის ეტაპში ტექნიკურ უნივერსიტეტთანაც გავიზიარებთ, ახალი აკადემიური პერსონალი გვყავს და გვაქვს მოლოდინი, რომ ასევე ჩვენ ახალი საგამოცდო ცენტრი გვაქვს, სივრცეები, რომლებიც სრულად ელექტრონულად მოემსახურება სტუდენტებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან გაამართლებს მათი არჩევანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის. განათლების რეფორმის ფარგლებში წელს პირველად აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ჩამონათვალში პროფესიული პროგრამებიც ჩაეწერათ. ამ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება ჯამში 3000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან 1300-ზე მეტი სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო 1800-ზე მეტი კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლის. თუმცა ორივე ნაწილში პროგრამების ძირითად ნაწილზე სწავლა სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. ბოლო წლებში გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში. წელს უკვე ეს პროცესი, რომ ეროვნული გამოცდების პარალელურად შესაძლებლობა ჰქონდათ პროფესიულ პროგრამში ჩართულიყო ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პრესტიჟსაც ზრდის, პროფესიული დაწესებულებების პასუხისმგებლობასაც ამაღლებს და რა თქმა უნდა, აფართოვებს აბიტურიენტთათვის შესაძლებლობებს. ის სტიგმა, რომ პროფესიული განათლება არის მეორადი არჩევანი, ნელ-ნელა უკან პლანზე გადადის. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა აბიტურიენტებს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს. მილოცვებს განათლების მინისტრიც შეუერთდა. სურს თითოეულ ახალგაზრდას, რომელმაც დაამსახურებულად მოიპოვა თავისი ცოდნით და მიზანმიმართულობით სტუდენტის სტატუსი, მიულოცო ეს წარმატება და ძალიან ბევრი წინსვლა უსურვო.
აბიტურიენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გამოცდებთან დაკავშირებული ნერვიულობა დასრულდა. უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება იწყება.